დღევანდელ ვითარებას დღეს 18 საათზე აკრედიტაციის და ავტორიზაციის ეროვნულ ცენტრში გაიმართება საბჭოს ხდობა, სადაც გადაწყდება აგრარულ უნივერსიტეტს დაუბრუნდება თუ არა ავტორიზაცია. 12 მარტს გამოტანილი დასკვნის შედეგად საბჭომ შეგვიჩერა როგორც ავტორიზაცია, ასევე 25 პროგრამაზე მოხდა გაუქმება აკრედიტაციის. თუ უწყვეტი ჯაჭვი არ იქნება შენარჩუნებული ავტორიზაციასა და აკრედიტაციას შორის, ამ დროს იგივე პრობლემებისა და საფრთხის წინაშე ვდგევართ. ანუ ვეღარ მოვიპოვებთ გრანტებს, აბიტურიენტებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა დაფინანსების და ასევე ვერ ავიღებთ დიპლომს, რომელსაც ექნება ძალა და ვერ შევძლებთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. დღეს ვიმედოვნებთ, რომ 26-ვე პროგრამაზე იქნება აღდგენილი ყველა ის უფლება, რაც ჩამოგვერთვა 12 მარტს არაკანონიერად. 26 ავტორიზაციასთან ერთად და 25-ია ავტორიზაციის სურვილი. ახლა მინდა დავაანონსო დღეს რას ვაპირებთ, ანუ დღეს 6 საათზე განათლების სამინისტროსთან უკვე იგეგმება აქცია სტუდენტების მიერ, გვინდა რომ საზოგადოებას მოუწოდოთ, განსაკუთრებით სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომ მოვიდნენ, შემოგვიერთდნენ, რადგან ხვალ შეიძლება თავად იყვნენ ამ პრობლემის წინაშე და თავადაც დაჭირდეთ ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება. ამ აქციის მიზანი არის პირველ რიგში ის, რომ დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო და მეორე ის, რომ ეს უწყვეტი ჯაჭვი იყოს შეკრული. ანუ ავტორიზაციასთან ერთად 25-ვე პროგრამაზე ავტომატურად აღდგეს აკრედიტაციაც. დღეს ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში განხილება თუ როგორ? ავტორიზაციასთან ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. ჩვენ ვიცით, რომ ავტორიზაციაზე მიდის მუშაობა. თუმცა ეს რამდენად დარღვევით წავიდა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რას განიხილავენ და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. უბრალოდ პირდაპირ გზით არ ვუხდებთ. ეხლა უკვე ირიბი გზით ხდება ჩვენი გაუქმება. შეკითხვებზე გიპასუხებთ თუ აქვს რა თქმა უნდა. თუ ყველა შეკითხვა არ ამოწურდა. თუ გაქვს ამ დროის რაიმე წინასწარი ასეთი ან წინასწარი ინფორმაცია სამინისტროსთან რა გადაწყვეტილებაში? არანაირი ინფორმაცია რა გვაქვს, ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს იგივე ავტორიზაციის საბჭო? არ ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. და შესაბამისად იმიტომ მართავთ აქციას განათლების სამინისტროსთან. თქვენ ავტორიზაცია გაგიბრუნეს. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ანუ აკრედიტაციის გარეშე? ანუ თუ ავტორიზაცია დაბრუნდება, მხოლოდ ავტორიზაცია და რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ აკრედიტაციაც დაბრუნდეს, ანუ შესაბამისად ეს ჩვენ არ გვინდა, არ გვსურს, რადგან აზრი არ ექნება იმ შემთხვევაში აღებულ დიპლომს, ანუ არა აკრედიტირებულ დიპლომს ძალა არ აქვს. და ნაბიჯები იქნება ისეთი, როგორიცაც აქამდე ვდგამდით. ну ჯერ ზუსტად ეს არ აქვს გადაწყვეტილი, ანუ რას და როგორი ფორმით გავაგრძელებთ. დიახ, პასუხის შემთხვევაში გადაწყვეტ შემდეგ ნაბიჯებს როგორ ვიმოქმედებთ. აუ კითხვა ვერ გავიგებთ. დიახ. დიახ. აკრედიტაციის აღდგენას თუ გაქვთ ინფორმაცია ამაზე, იქნებ უკვე მიმდინარეობს ამის განხილვაც სამინისტროში. ზოგადად გეტყვით ჩვენმა ადმინისტრაციამ რა ქმედებები გააკეთა. პირველ რიგში მოითხოვა ახლიდან აღდგენა და შემდეგ ასევე სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი იმის თაობაზე, რომ გაუქმდეს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმდა ავტორიზაცია. და ველოდებით ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელიც უფრო გვიან დროში იქნება. ანუ მე აზრი რა არის ჩემი იცი კითხვის აქციებით აპირებთ რომ აკრედიტაცია აღადგინოთ, სავარაუდოდ იქნება აქ რაღაცა დამატებითი დოკუმენტები ხო, რომელიც საჭიროა. ანუ ყველა დოკუმენტი აქამდე რაც იყო საჭირო, მიტანილი იყო, მაგრამ არ მოხდა ავტორიზაციის ისი აღდგენა, როგორც საჭირო იყო. ხო არის ეს ნახევარ ჭანს. უბრალოდ ჩვენმა რაღაც ემოციამ გამოიწვია გარკვეული რეაქცია, რომ მინისტრმა ჩვენ დაგვითმოთ დრო და იფიქრა ჩვენ საკითხზე. ანუ ვიმედოვნეთ, რომ ეს დღეს გადაწყდება და აღარ მოგვიწევს ამ რაღაცების გაკეთება და უშუალოდ ჩავერთვებთ ისევ სწავლის პროცესში და გავაგრძელებთ სწავლა. დოკუმენტაციას ეს ეხება უკვე ადმინისტრაციას, ადმინისტრაცია გააკეთებს თავის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ შევძლოთ ისევ იმ რეჟიმში ვისწავლოთ, რა რეჟიმშიც ვსწავლობთ აქ. ან თქვენი მოთხოვნა ეხლა რჩება მარტო აკრედიტაცია და ის კიდე 25 რას ავტორიზაცია და ავტორიზაციაზე ხო უკვე მიდის პროგრამაზე აკრედიტაცია.
25 პროგრამაზე აკეთებს. ის სწავლა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში შეუძლებელი. ლექციები წარდება და ყველა ეს პროცედურა რაც ახამდე იყო. კი 12 მარტის გადაწყვეტილება რომ გაუქმებული იყო ეს იმას ნიშნავდა რომ ეს ბოლო 2-3 კვირა ფაქტობრივად არ არსებობდა და ავტომატურად აღდგებოდა ის აკრედიტაციებიც რაც ავტორიზაციასთან გაუქმების შედეგად ჩამოგვეთა. დიახ. რა აკრედიტაცია არა. ანუ სხვადასხვა პროცედურა არის ავტორიზაცია და აკრედიტაცია ისენი არის ანუ ავტორიზაცია ნიშნავს უნივერსიტეტის ოფიციალურად დახურვას. ანუ დღეს სასწავლო პროცესი აგრარულში არ უნდა იყოს. ეს ნიშნავს ამას. აკრედიტაცია უკვე შიგნით თვითონ პროგრამების დახურვა, თითოეული პროგრამის. ანუ ავტორიზაციის აღდგენა ნიშნავს, რომ შეიძლება ისწავლო, უბრალოდ არ გაქვს აკრედიტაცია. აკრედიტაცია ანუ რაღაც პროგრამის აღიარებულია ახლა. უბრალოდ გააქვს სწავლის უფლება, მაგრამ არ გაღიარებია. ხოდა პროცედურულად როგორ არის? ავტორიზაცია რო არ ხდება. მე როგორ ხდება აკრედიტაციის აღდგენა? მიმდინარეობს ეგცი არ ხდება. ანუ რო გაუქმებული კიდევ 12 მარტს მიღებული არაკანონიერი გადაწყვეტილება უწყვეტი ჯაჭვი არ წყდებოდა და ავტორიზაციას ავტომატურად მოყოლოდა აკრედიტაცია, მაგრამ ეხლა როცა შევიდა ხელახალი საბუთები რაც იყო მოთხოვილი, ხო? ანუ აღდგა მარტო ავტორიზაცია, ნუ არ ვიცი დაგდება თუ არა ჯერ ეს ერთი საკითხი, იმიტომ რომ დღეს არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. აკრედიტაციაზე უკვე უნდა შეიტანო თითოეულ პროგრამაზე ცალ-ცალკე საბუთი. ყველაზე მინიმუმი არის 3 თვე, რაც შეიძლება დაჭირდეს ამ პროგრამას. და ვიცით რომ 3 თვეში სასწავლო პროცესი უკვე იკურება, მთავრდება სემესტრი და მე ვიღებ დიპლომს, რომელიც არის დაკარგული და 4 წელი ვისწავლე იმის გამო, რომ ამიღო 1 თვის შემდეგ არ აკრედიტებულ დიპლომს. და ამ დროს ეგრე გვეგონა 12-ში ცოტა გვაყოფილებდა. ეკამ ჭედიშვილი